სიმაღლეშის დასთან დაკავშირებით არაერთი საუკეთესო შედეგი მაქვს. უბრალოდ არის პერიოდი, როცა შეგიძლია ამას მიაღწიო და მე რო იტყვიან ყურებზეც რო გაიარო, არაფერი გამოვა და ყოველთვის ამბობ ხოლმე, რომ გასაგებია რომ ვაჟები უფრო დიდხანს იზრდებიან და გოგონები უფრო მალე ამთავრებენ ამ პროცესს, მაგრამ აი 14 წლამდე პრინციპში ყველასთან შედეგი დგება, ოღონდ სწორი მიდგომით, ხო? ეხლა თითოეულმა ჩვენთაგანმა დიდი ალბათობით ვერ მივახცეთ საკუთარ მაქსიმუმს, იმიტომ რომ როცა ზრდის პროცესი გქონდა, ხელშემწყობზე არავის უზრუნვია და ხელშემშლელზე მით უმეტეს, ხო? ხელის შემშლელი როგორ წესი ეს არის გასაწმენდი ორგანიზმი, თავისი შლაკები თუ პარაზიტები და ძალიან ხშირად როცა ელემენტარულად ბავშვებს წმინდა, მაშინაც კი იწყებენ სიმაღლეშის დასდა. მერე უკვე შევსებაზე როცა გავდაბდივართ უჯრედულ სრულფასოვაზე, ფანტასტიკურად იზრდებიან, თუმცა ამასთან მოყვება მე ძალიან ენერგიულად ვარ, როგორ მახსოვს ბარბარე იძახდა, ერთი წაკითხვით ვსწავლობ ყველაფერს და ნუ სახისკანეს როგორ გადაუწყრიალდა.